ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. დილამშვიდობისა. Დაგვითმეთ თქვენი დროის 10 წუთი და მოусმინეთ უახლეს ინფორმაცია შოუ-ბიზნესის სამყაროდან პროგრამა ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. გრიბოედოვის სახელობის თეატრში თავისი ორდღიანი კონცერტი დაასრულა პეტერბურგის დღეები იური შევჩუკმა. სამწუხარო ჯგუფი დედეთთან მთლიანი შემადგენლობით ვერ წარდგა მაყურებლის წინაშე, მაგრამ ამას წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. კონცერტმა სრული ტრიუმფითა და ანშლაგი ჩაიარა, რასაც გაგრძელება მოყვა Beatles Club-ში, სადაც იური შევჩუკმა თავისი 46-ე დაბადების დღე აღნიშნა. Давайте. Скажу вам честно, мы в России без вас живем плохо. Вино разбавленное, шашлыки вообще готовить разучились, да и поговорить не с кем, и некому тост сказать. За дружбу и братство наше, спасибо вам. И ангел шестикрыл, что над постелью нашей, музыку листал зевая и выковыривая Моцарт из пасти. Вдруг улетел, брюзжа на надоевшие ему забавы рай. ჩვენ ახლა მოვედით Beatles Club-ში, სადაც აღნიშნავს თავის დაბადების დღეს ჯგუფ დედეტეს ლიდერი იური შევჩუკი. აი, ესეც ხდება ხოლმე. მოკლედ წავედით, ნახოთ რა ხდება. სიამოვნებით მიულოცავ, ვიყავი კონცერტზეც, ძალიან ვისიამოვნე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ტექსტის კულტურა, რაც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია. მეორედ იყო ესეთი კარგი კონცერტი, პირველად იყო ეს ბორის გრებენშიკოვის კონცერტი და ეხლა იური შევჩუკი, სადაც ეს ტექსტის კულტურა შერწყმული არის სიმღერასთან და მაქსიმალური სიამოვნება მივიღე, სიამოვნებით ულოცავ მას დაბადების დღეს და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. 180 сантиметров назад над нашей бренной землей. Выключай свет. Вы знаете, на первом концерте мы выключили свет, и никто даже не шелохнулся, потому что вы привыкли. И даже шутка не удалась. Мы так крепко почесали, думаю, да. Такой теплоты я вообще еще нигде не встречал в своей жизни. Я много объездил городов и стран, и видел много чего, но такого тепла я не встречал нигде. Чтобы вы разрезали этот торт, поскольку все ждут десерта. Я вообще этого не заслужил приема, честно говоря. Публика хорошая, умная, самое главное. Концерт был хороший. Спасибо Батон Авто, что вот они нас пригласили, что действительно есть люди, которые, я вам хочу сказать, вот пытаются вот напомнить нам друг о друге. Мы тут же согласились, конечно. Ребята, я очень надеюсь, что все будет действительно хорошо. Что не только ум, а еще и сердце, потому что Грузия это сердце. Грузия это сердце, это не только ум. Вот во многих странах только ум есть, а в Грузии есть к уму еще и сердце. Там, где в море тонет печаль, осень темная даль. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ჩარიტა ჯაფარიძის პოეზიისა და რუსული რომანსის საღამო მოეწყო. Следующий номер внутри Капанадзе, яблоневый снег, музыка моя. Музыка, я не буду говорить, музыка
вся моя. Вдруг, выбившись в судьи, цинично гласит про любовь да совет. Я вспомню тогда это право свободы. Его мне использовать надо успешно, то любовью, то разлуки тихой болью, удивив вдруг чудным даром или обрушившись ударом. В глазах твой девичий испуг, не расплетая пальцы, смотрели друг на друга, друг другу все прости. პირველი ოფიციალური განაცხადია ქალბატონი ჩარასი, რაც მე ძალიან მიხარია. მე თვითონ არ არის დიდი ხანი რაც ვეზიარე მის ულამაზეს პოეზიას ყველაფერში, აი ის რომანსიც, სიმღერაც კი საოცრად პოეტური, საოცრად ლირიული, რომანტიული და ძალიან ლამაზი აქვს. Bravo. სულ სხვა პლანში მოგვევლინა ქალბატონი ჩარა, რომელსაც მართლა როგორი საინტერესო პოეზია აქვს, თავისი ლექსები და მე მგონი ძალიან კარგი სიმღერები. Olo 10 წლის და აი ეს მიმდევარი წლებში ჩაწერილია ძალიან ბევრი რაღაცა. ამისთვის გავაკეთე ეს საღამო, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ეს ჩვენშია ყველაფერი. ჩამჯდარი, რუსული კულტურა. ბაკის პარკში საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა ქართული ესტრადის გარკვეულმა ნაწილმა ისეთი პრობლემისადმი, როგორიც შიცია. ამერიკული ორგანიზაცია PSI Save the Children-ის ორგანიზებით კონცერტი მოეწყო, რომელიც შიცით დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. გამარჯობა. ოჰო, გამარჯობა. გამარჯობა მეთქი კაცო, გამარჯობა, აბა თქვით. თენდება ღამე და ცაზე ამოვიძე. იდო მათი ზომიზე ყოველი დღეა გენდა. წავიდა აბაჭი. საერთოდ არსებობს ქსელი შიცის პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციების. ეს არის სამთავრობო, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები. და რამოდენიმე ორგანიზაციას მოგვივიდა ესეთი უფრო დიდი ღია აქციის ქვეშ აქცია გაგვეკეთებინა. დღეს არის მოგეხსენებათ
შიცით გარდაცვლითა ხსოვნის დღე, დღევანდელი დღის დევიზი არის გვახსოვდეს მიზეზი განვახლოთ ძალის ხმევა. ეს ბუნებრივი პოზიციაა კი არა, ბუნებრივი რეაქცია. მე მგონი ეგეთ აქციებზე ულაპარაკოთ კი თქმა. ძალიან დიდი პრობლემა არის შიცი. მართალია საქართველოში არ არის ისეთ გლობალურად არ დგას საკითხი, მაგრამ მაინც ყველა უნდა იყოს ფრთხილად, მე ვიტყოდი. კიდევ ერთხელ მივესალმები ყველა ორგანიზატორს და რა ვიცი, მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ არიან უმაღლესი კლასის ოსტატები, დღეს ვინც სცენაზე დგას და ვინც ავა შემდგომში. ყველანაირ თანადგომას უცხადებ ამ აქციას და უბრალოდ მართლა ძალიან სერიოზი ყველა ადამიანს თბილისში, ნუ ეხლა სადაც ჩვენ ცხოვრობთ, გონიათ რომ რაღაც შიცი სადღაც შორს არის და ჩვენ რაღაც ძალიან ისე ამ დროს ეს ძალიან ახლო არის და ძალიან რეალური საფრთხე არის. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.